იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. ცის კაბადონზე ცხოვრობდა ერთი პაწაწინა, სულ ციცქნა ვარსკვლავი. ციცი. ციცი ჯერ სულ პატარა იყო, ახალ გამოჩეკილი და სხვა ვარსკვლავებისგან განსხვავებით, ერთ ადგილას გაჩერება არ შეეძლო. სულ დაბლა იყურებოდა დედამიწისკენ, სადაც ახალი წლის ღამეს უთვალავი სინათლე ინთებოდა. ნეტავ რა ხდება იქ? კითხულობდა ციცი და ქვემოთ იჭყიტებოდა. მის გვერდით მუდამ იდგა ბერიკაცი მთვარე. იქ ჩემო პატარავ, საქართველოა, უთხრა მთვარემ. ახლა იქ ყველაზე ჯადოსნური ღამე დგება, მაგრამ წელს რაღაც უცნაური ხდება. ხედავ? ზოგიერთი სინათლე ძალიან შორს არის ერთმანეთისგან. მათ შეერთება სჭირდებათ. ახალი წელი ვერ მოვა თუ სუფრები, გულები და მიწები ერთმანეთს არ გადაებმება. ციციმ ვერ მოითმინა. წონასწორობა დაკარგა და მოსწყდა ცის კალთას. მთვარემ მხოლოდ ვაიო მოასწრო, ციცი კი სრიალ-სიალით დაეშვა დედამიწისკენ. მას თან გაჰყვა მთვარის მიერ ნაჩუქარი ჯადოსნური ოქროს გორგალი. ძაფი, რომელიც არასდროს წყდება და ყველაფერს აერთიანებს. ციცი რბილად დაეცა თოვლიან მწვერვალზე. ირგვლივ ისეთი სიჩუმე იყო, ყურებს დაგიგუბებდათ. ეს სვანეთი იყო. კოშკები ისე იდგნენ, თითქოს ცას მხრებით იჭერდნენ. ციცი მცხვირი ასწია. ჰაერში რაღაც საოცარი სუნი დრიალებდა. ხორცის, სუნელების და გამომცხვარი ცომის. რა კარგი სუნია, ნეტავ რა არის? ეგ კუბდარია, პატარა ციმციმაო. აქ რა მოგიყვანა? ჰკითხა ბრძენმა არწივმა. ახალი წელი მინდა მოვიყვანო, მაგრამ მითხრეს რომ სინათლეები უნდა შევაერთო. მაშინ აქედან დაიწყე, სადაც ცა და მიწა ერთმანეთს ეამბორება. ერთ-ერთი კოშკის ეზოში პატარა ბიჭი იჯდა. თვალები კი სახლისკენ გაურბოდა, საიდანაც საოცარი სურნელი გამოდიოდა. ლაშა, ბაბუ, მოდი ცხელია, დაიძახა სახლიდან ბაბუა ბეთქილმა. ბიჭი წამსვე შევარდა სახლში. როგორი ცხელია, თქვა ლაშამ და კუბდარს სული შეუბერა. ბაბუ, ეს მარილი ცხვირს მიწვავს. ეგრე უნდა იყოს, ბაბუ, სვანური მარილი ძალას მოგცემს. ჩვენი მარილი ისეთია, ერთხელ თუ გასინჯავ, მერე უმარილო ცხოვრება აღარ მოგინდება. ციციმ დაინახა, როგორ უბრწყინავდა ლაშას თვალები. მან ჩუმად ამოიღო ოქროს გორგალი. მაგიური ძაფის ნაწყვეტი ნაძვის დოც შეაბა და ფანჯრიდან გაფრინდა. ციციმ ქარს გააყოლა თავი. ქვემოთ რაჭა ლეჩხუმი გამოჩნდა. აქ დრო თითქოს უფრო ნელა და ტყბილად გადიოდა. იგი ერთ ფანჯარასთან მიციმციმდა. ბაბუა ამირანი ღუმელთან იჯდა, კეთს ავარვარებდა და ბებოს გამზადებულ ლორიან ლობიანს ყარაულობდა. პატარა ტასოკი პაწაწუნა ცომის გუნდას თითებით ტკეპნიდა. ლოყები ფქვილით მოესვარა და ბებიას ეძახდა. ნახე, ნახე, ჩემი უფრო ლამაზია. სახლი საოცარი სურნელით გაჟღენთილიყო. მაგიდაზე ხვანჭყარა იდგა და სტუმრებს ელოდა საახალწლო სადღეგრძელოს მოლოდინში. ბაბუა ზანტად წამოდგა სავარძლიდან და ჩაილაპარაკა. ჩამოვასხა ბოშო, სანამ საათი 12-ს დაჰკრავს. ციცის გაეღიმა, გორგლის ნაწილი ნაძვის ძირში დააგდო და ჩუმად დატოვა სახლი. გზად უცნაურად შეეკუმშა გული. ქვემოთ ჩაიხედა, ზღვას სევდისფერი გადაჰკროდა. ეს მკერდმოჭრილი საქართველოს ნაწილი, აფხაზეთი იყო. უბნები აქა-იქ ჩაბნელებულიყო. ბევრგან კარიც არ უჩანდა სახლებს. ერთ ძველ სახლში, სადაც შუქიც კი არ ენთო, პატარა მაგიდაზე ბადექონში შემწვარი აფხაზურა და ღვინო იდგა. მახარე ბაბუა ქარეთ გავიდა. დიდხანს მდუმარეთ, აცრემლებული თვალებით უყურებდა ზღვას. ვინც აქ აღარაა დღეს, იმათი დაბრუნებისა იყოს. თითქოს ტალღებს გასწახა. გულაჩუყებულმა ციციმ თვალები დახუჭა და წარმოიდგინა ბავშვებით აჟრეამულებული ეზოკარი, ქართულ აფხაზური შეძახილები და სიმღერები. შემდეგ შეფრინდა სახლში და მაგიური ძაფი იქვე, პატარა ჩიჩილაკთან დადო.
ძაფი აქ ყველაზე მეტად განათდა. იმედისფერი დაედო. დაუბრუნდებით, ჩაილაპარაკა და ენგურს გადევლო. აღმოჩნდა თუ არა სამეგრელოში, იქაურობა ფუტკრის სკასავით ზუზუნებდა. მე უფრო მაღლა ავწევ. ყვიროდა ცოტნე და ხის ჩოგნით ელარჯს ეკაჩებოდა. ბებიამ გებჟალიით ხელში ბავშვებს გასძახა. გამოდით, დაანებეთ თავი ელარჯს. ამასობაში ელარჯი ისე გაიწელა, თითქოს რეზინისა იყო. ციციმ ნაძვის ხესთან მაგიური ძაფი დატოვა. გზად პატარა ჩიტი შეხვდა. საით, ციმციმავ, კითხა ჩიტმა სწრაფ-სწრაფად. თელი საქართველო უნდა მოვიარო. მაშინ გურიაში არ დაგაგვიანდეს, თორემ იქ ახალი წელი უკვე 3 საათით ადრე აქვთ დაწყებული. გადაიხარხარა ჩიტმა. მართლაც გურიაში რომ გადავიდა, იქ უკვე სროლა და ერთი ამბავი იყო. აქ ყველაფერი სწრაფად ხდებოდა. სუფრაზე ნახევარ მთვარის ფორმის გურული ღვეზელები ელაგა. კალანდა მოდის, თოფი უნდა ვისროლო, ყვიროდა მამუკა. ჭაღარა, მაგრამ ბიჭივით მარდი ბიძია. ჯერ ადრეა, მამუკა ბიძია. გასძახა სახლის წინ კარებთან მდგომმა დემეტრემ. გურიაში არაფერია ადრე, გადაიხარხარა მამუკამ და ჰაერში გაისროლა. დემეტრე კი ღიმილიანი სახით უყურებდა. ციციმ მაგიური ძაფის ნაწილი ახლა ჩიჩილაკთან დატოვა და გაუდგა გზას აჭარისკენ. ბათუმში ზღვა და ცა ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. პარკში ბავშვები ირეოდნენ. ერთ პატარა თბილ სახლში სუფრაზე ნავის ფორმის აჭარული ხაჭაპური იდო. შუაგულში კვერცხის გული მზესავით ბრწყინავდა. დე, ნახე, მზე ჩავარდა ნავში. უთხრა ნინიმ დედას. ჩააწედე და კარგად მოურიე. მერე ბაკლავა შეჭამე, რომ წელიწადი ტკბილი იყოს. ციციმ ძაფი ჩუმად დატოვა ნაძვის ხესთან. ჯერი იმერეთზე მიდგა. იმერეთში ნამდვილი ლხინი იყო. დიდეზოში კესარია დარბოდა. სუფრაზე ადგილი არ იყო. ბაბუა დავითი ანწით ხელში იდგა და ცას უყურებდა. ეჰეჰე, ვინც ხართ, სადაც ხართ, მოდით გვეცით პატივი. საჭმელი იმდენია, მთელ ქვეყანას ეყოფა. ბაბუ, ვის ეძახი? სიცილით კითხა კესარიამ. სტომარს ბაბუ, იმერულ ეზოში სტომარი ღმერთია. ციციმ, რომელიც შორი ახლოს იდგა, ოქროს ძაფი კოხტად მორთულ ნაძვის ხესთან დატოვა. სამცხე ჯავახეთში საქმიანობდა დეიდა მარიამი. პატარა დაჩიკი გარეთ თოლში ძაღლს ეთამაშებოდა. დეიდა მარიამი ქოთნიდან იღებდა ტენილ ყველს, რომელიც ოქროს ძაფებივით იყო დაჩეჩილი. იქვე აპოხტის ხინკალი იხარშებოდა. ციციმ თავისი ოქროს ძაფი აქაც დატოვა ნაძვის ხის ქვეშ და გზა გააგრძელა. შიდა ქართლში ჰაერშივე იგრძნობოდა დედას პურის და სურამული ნაზუქის სუნი. ქართლელი ბავშვები ახალი წლის მოლოდინში ეზოებში თამაშობდნენ. გორში ბაბუა იოსები საშობაო ზღაპრებს უკითხავდა შვილიშვილებს. მაგრამ უცებ ეკლიანი მავთულები. იქით ცხინვალთან პატარა დათუნა იდგა ქანჯარასთან. გარეთ ყინავდა. მას თბილისში მცხოვრები ბიძაშვილის ნახვა უნდოდა. მის უკან ბებია ოსურ ხაბისგინას ჭრიდა. დათუნა, მოდი ცხელია, ჭამე. ბებო, თბილისში როდის წავალთ? იკითხა დათუნამ და გაყინულ მინაზე თითით სახლი დახატა. ციციმ მაგიური ძაფი პატარა ნაძვის ხესთან დატოვა. გზა განაგრძო. ახლა გადაფრინდა ქვემო კართლისკენ. ერთ-ერთ ეზოში მრავალფეროვანი სუფრა გაშლილიყო. ქართულიც, აზერბაიჯანულიც, სომხურიც, ყველა ერთად ზეიმობდა. აბა მეგობრობას გაუმარჯოს. ციციმ აქაც დატოვა თავისი მაგიური ძაფი და წავიდა ახლა ჩრდილოეთით, მცხეთა-მთიანეთისკენ. არაგვიდა მტკვარი ერთმანეთს ეხუტებოდნენ. ერთ-ერთ სახლში ულვაშიანი მზარეული ილიაძია ნამდვილ მთიულურ ხინკალს ურევდა ქვაბში. ოჰო, ილიაძია, წვენი არ დაგეღვაროს. უთხრა პატარა იოანემ.
მთიულურ ხინკალს წვენი არ ეკარგება. ამაყად თქვა ილიაძიამ. ციციმ იქვე ნაძვის ხესთან დატოვა მაგიური ძაფის ნაწილი და მაღლა მთებისკენ აიჭრა. ჯერი თუშ ფშავ ხევსურეთზე მიდგა. ერთ-ერთი კოშკის წინ ხის სახლში ალუდა იჯდა, ფაფახით თავზე. მის წინ სუფრაზე ერბოში ჩადებული დამბალხაჭო და თუშური თხელი კოტორი იდო. ალუდა ფანდურზე წყნარ სიმღერას ღიღინებდა. ჩვენი თავი ჩვენად ვეგვეყუდნოდეს. თქვა ალუდამ. ციციმ ძაფი დატოვა ნაძვის ხესთან და გაუდგა გზას კახეთისკენ. კახეთში დათოვლილი ალაზნის ველი ოქროსფრად ბრწყინავდა. აქ მრავალჟამიერი ისმოდა. ბუხართან ნაკვერჩხალზე მწვადი შიშხინებდა, ჩურჩხელები ეკიდა. დეიდა თამარი დიდ კვაფში ცხელ თათარას ურევდა. სუფრის შუაგულში კი თაფლით და ნიგვზით გაკეთებული გოზინაყი იდო. აბა, კარგი ახალი წელი დაგვბედებოდეს. დაიკუხა ბიძია ვახტანგმა. ციციმ მაგიური ძაფი დატოვა ნაძვის ხის ქვეშ და თბილისისკენ გასწია. ერთ ძველ იტალიურ ეზოში შეფრინდა. იქ მეორე სართულის ხის აივანზე ბატონი ანზორი იჯდა. ანზორი ძველი თბილისელი ინჟინერი იყო. ის მარტო ცხოვრობდა, მისი შვილები შორს იყვნენ, მეუღლე კი წლების წინ გარდაეცვალა. ანზორს თავისთვის ერთი პატარა გოზინაყი გაეკეთებინა, ზუსტად ისეთი, როგორიც მის ცოლს უყვარდა. ის აივანზე გამოვიდა და ეზოში ატეხილ ჟრიამულს დაუწყო ყურება. ანზორს სახეზე სევდიანი ღიმილი გადაეფინა. მას არავინ ელოდა, მაგრამ გულში მაინც ყველასთვის ჰქონდა ადგილი. ჩემო მარო, ნახე რა კარგი ბავშვები არიან. ანზორი ბაბუა, გილოცავთ, ამოვიდეთ გოზინაყზე? მოხუც თვალები გაუბრწყინდა. ამოდით, შვილო, ამოდით, ყველას გეყოფათ. ციციმ მასთანაც პატარა კოხტა ნაძვის ხესთან დატოვა მაგიური ძაფი და განაგრძო ფრენა ჰაერში. თითქოს ყველაფერია გორგალს დახედა, მაგრამ გორგალი ისევ სავსე იყო და წინ ეკაჩებოდა. კიდევ სად? ციციმ საზღვრებს გადახედა. იქ საინგილოში, ჰერეთში, პატარა ეკლესიის ეზოში ქართველები შეკრებილიყვნენ. სუფრაზე ყველა ის კერძი ელაგა, რაც მათ მშობლიურ ქვეყანას ახსენებდა. ჩაკრულოს მღეროდნენ და თვალები საქართველოსკენ ეჭირათ. ამ სანახაობით გულგამთბარმა ციციმ ეკლესიასთან დატოვა თავისი მაგიური ძაფი და გზას გაუდგა კიდევ ერთი ისტორიული ქართული მხარისკენ. ციციმ საზღვარი გადაკვეთა. იქ ლაზეთის მთებში პატარა ბიჭი ქემალ ლაზარე და მისი მამა თემური ისხდნენ. მამა სალამურს უკრავდა. ღუმელზე ტაფაზე წრიულად დალაგებული ქაფში ეტაღანე შიშხინებდა, გვერდით კი წრიულად, ლამაზად დალაგებული იყო ლაზური ბორეკი. მამა, ეს სიმღერა საიდანაა? ზღვამ მოიტანა შვილო. ჩვენი ფესვებიც იქითაა, საიდანაც მზე ამოდის. უთხრა მამამ და ჩრდილო აღმოსავლეთისკენ მიუთითა. ციციმ ნაძვის ხესთან დატოვა მაგიური ძაფის ნაწილი და ტაო კლარჯეთისკენ გასწია. აქ კლარჯეთი და ტაო გადაიშალა. ძველი, დიდებული ტაძრები, ოშკი, ხახული, იშხანი მდუმარე დიდგნენ. აქ სუფრები არ იყო გაშლილი, მაგრამ ქვები ისტორიას ყვებოდნენ. ოშკის ტაძრის ნანგრევებთან იდგა მარტოხელა ერთადერთი ქართველი ისტორიკოსი ლუკა, რომელიც იქვე ახლოს პატარა ქოხში ცხოვრობდა. იქ სხვა არაფერი იყო გარდა ისტორიისა. ციცი მიხვდა, რომ აქ სხვა არავინ იყო, მხოლოდ წინაპრების სულები ცხოვრობენ. თავისი ოქროს ძაფი აქაც დატოვა და წავიდა. მაგრამ ძაფი ისევ შორს მიიწევდა. ციციმ დაინახა ირანი, ფერეიდანი. იქ სახლებში იზღდნენ ადამიანები, რომლებთაც საუკუნეებია საქართველო თვალით არ ენახათ, მაგრამ ენას და ტრადიციას თვალის ჩინივით უფრთხილდებოდნენ. იქვე ერთ-ერთ სახლში იჯდა მოხუცი ბებო დარეჯანი. მას საქართველო არასდროს ენახა, მაგრამ ქართულად ლაპარაკობდა. ღიღინებდა მოხუცი ნენე და შვილიშვილს, მარიამს თავზე ხელს უსვამდა. სუფრაზე ქართული საჭმელები ელაგა, რომელთა გემოც 400 წელი შეინახეს. ბებო, საქართველო როგორია? იკითხა მარიამმა.
საქართველოს სიზმარია შვილო, სადაც ყველა ჩვენიანზე ზრუნავს. ბებო, მართალია რომ ცისარტყელა ხიდია. მითხრეს თუ მასში გაივლი, პირდაპირ საქართველოში ამოჰყოფ თავსო. ჩემო პატარა, ეგ ცისარტყელა ჩვენი წინაპრების ცრემლით არის ნაქსოვი. ჩვენი გულები დიდი ხანია იმ ხიდზე გადავიდნენ, მხოლოდ ფეხები დაგვრჩა აქ, უცხო მიწაზე. თუ მთელი გულით ინატრებ და ისე გაივლი, ცისარტყელა შენ სულს მაინც მიიყვანს იქ, სადაც ცა უფრო ლურჯია და მიწას დედის სუნი აქვს. ციცი მიგრძნო, რომ გული სიყვარულით გაუთბა. მან ოქროს ძაფი იქვე პატარა ნაძვის ხესთან დატოვა და სიმბოლურად მტკიცე ხიდი გააბა ფერეიდანიდან საქართველომდე. მორჩა, იკითხა ციციმ და ცასააც ქერდა. არა, პატარავ, შეხედე მთელ მსოფლიოს. ციციმ თვალები დააჭყიტა და დაინახა ათასობით პატარა სინათლე მიმოფანტული მთელ დედამიწაზე. ეს ემიგრანტები იყვნენ. პარიზში პატარა ლიზი ლეპტოპთან იჯდა. ეკრანზე მადრიდში მყოფი მისი ბიძაშვილი, ვაჩე ჩანდა. ვაჩე, მან რა გაქვთ? კითხულობდა ლიზი. დედამ საცივი გააკეთა. ოღონდ ქართული ნიგოზი ვერ იშოვა. შენთან? ჩვენ გოზინაყი გვაქვს. ნიუ-იორკში დეიდა მართაც საახალწლო სამზადისში იყო. ახლა გაიგებთ ნამდვილი ღვინის გემოს. ამბობდა ქართველი სტუდენტი რომში. საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთში ყველგან ზგერდა პატარა ქართული გულები და ყველგან იშლებოდა პატარა ქართული სუფრა. ციცის არც მეზღვაურები და მფრინავები გამორჩენია. ატლანტის ოკეანის შუაგულში ქართველი მეზღვაური ირაკლი უსასრულო წყვდიაც გასცქეროდა. მასაც, ისევე როგორც ყველას, შვილის ჩახუტება და სახლის სიმშვიდე სწყუროდა. მაგრამ მისი სიმტკიცე მისივე ოჯახის იმედი იყო. ცაში ღრუბლებს ზემოთ, პილოტი, ლევანი, ვარსკვლავებს შორის მიიკვლევდა გზას. იგი სხვებს აახლოვებდა სახლებთან. თვითონ კი საყვარელი ადამიანების კეთილდღეობისთვის სრულ სიჩუმეში ორ სამყაროს შორის მყოფი ხვდებოდა ახალ წელს. როცა საათმა 12 ჯერ ჩამოჰკრა, სამყარო არა ფოიერვერკების ხმამ, არამედ უცნაურმა ნათელმა სიჩუმემ მოიცვა. ციცის ნაქსოვი ოქროს ძაფი ისე აკიაფდა, რომ წამით ვარსკვლავებიც კი დაჩრდილა. სვანეთის მწვერვალებიდან ტაო-კლარჯეთის მდუმარე ტაძრებამდე, აფხაზეთის ზღვისპირიდან ფერეიდნის მიწამდე და ნიუ-იორკის ხმაურიანი ქუჩებიდან თბილისის ძველ უბნებამდე, ყველგან ერთდროულად დაიღვარა სითბო. იმ წამს სივრცე და დრო გაქრა. აღარ არსებობდა ათასობით კილომეტრი, ოკეანეები და ეკლიანი მავთულები. თითეულმა ქართველმა, სადაც არ უნდა ყოფილიყო, იგრძნო, რომ მისი სუნთქვა სხვისი სუნთქვის გაგრძელება იყო. სახლი აღარ ნიშნავდა კონკრეტულ მისამართს ან შენობას. სახლი გახდა ის უხილავი სიყვარული, რომელმაც მთელ მსოფლიოში მიმოფანტული ადამიანები ერთიან დიდ და მფეთქავ გულად აქცია. თბილისში ნათქვამი საახალწლო ლოცვა ოკეანის გაღმა იმედად გაისმა, ხოლო სვანეთში ნასროლი სიხარულის ექო ამერიკაში ჩახუტებად იქცა. მათ გააცნობიერეს, რომ სანამ ეს ძაფი არსებობს, ვერავინ და ვერაფერი გახდის მათ მარტოსულად. ციცი, ბედნიერი, ისევ თავის ადგილას, ცის კაბადონზე დაბრუნდა. ყოჩახ, უთხრა მთვარემ, შენ დღეს შეაერთე ისინი, ვისაც ერთმანეთი ყველაზე მეტად სჭირდება. ახლა, როცა ღამით ცას ახედავთ და დაინახავთ ვარსკვლავს, რომელიც სხვებზე მეტად ციმციმებს, იცოდეთ, ეს ციცია. ის თავისი ოქროს გორგლით დადის და ამოწმებს, ხომ არ გაცივდა სადმე ხაჯაპური და რაც მთავარია, ხომ არ გაწყდა ის უხილავი ძაფი, რომელიც ყველას ერთმანეთთან გვაკავშირებს. ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა. გამოიწერეთ არხი და მოიწონეთ ვიდეო, რათა ახალი ზღაპრები არ გამოტოვოთ.